გამოსავალიც იყო, მეთოდიც იყო და ყველაფერი. პასუხი არ მიგვიღია. ეს ერთი. მეორე გამოსავალი იპოვო ტენდერში გაამარჯვებინო ადამიანს, რომელიც ცნობილი მეთოდებით ხო, ანუ საერთოდ მიაღებინა მონაწილეობა ჯგუფს, რომელმაც თბილისში დახარჯა რამდენიმე მილიონი მისმა იმან, ხო? შედეგი იყო 0 და ისევ ჩვენი სახსრები მიდიოდეს უშედეგო კლასში. ჩვენ მხოლოდ იმას არ ვითხოვთ, რომ ეს უნდა მოხდეს ჰუმანურად. ჰუმანურად უნდა მოხდეს აუცილებლად, რომ საქართველო არ შევიდეს იმ ქვეყნების სიაში, სადაც ტურისტულ იმაში წერია, რომ აქ ცხოველებს ექცევიან სასტიკად და ეს საშიშროება უკვე დაგვიდგა, ეს ერთია და მეორე ისეთი მეთოდებით მოვახერხოთ ამის მიღწევა და ეს ჩვენი მოგონილი მეთოდები არიან საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნილი მეთოდები, ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის, აი ამას მივახცევთ და თუ კი ვინმე მსურველი იქნება, არც ერთი თვითმმართველობისთვის ჩვენ უარი არ ვთქვამს. თბილისში მიიღეს შესაბამისი კანონები. ისი უკაცრავად? ისი მსურველი თუ იქნება, რომ შეისწავლონ ეს მეთოდები. შევისწავლეთ, ალბათ, ძალიან კარგად შევისწავლეთ. მე ისმე თავად ვეწონათ. მომენტონა, მაგრამ რა ვქნა ახლა, როცა საშუალება არის ფაქტობრივად ავაჩინო. უკაცრავად, მაინტერესებს შედესე დებიუტის ფუნქცია რა არის, რა დაიკისრა. ტენდერში წერია თავშესაფრად. გასაგებია, თქვენ გამიმაგრეთ მოკლედ თქვენ. წერია ქალაქ რუსთავში მათთან წავა პატრონა ზავრების უმანოდ დაჭერა იზოლაცია. დაჭერა იზოლაცია და საბჭოთა კონკრეტულად საბჭოთა. იზოლაცია სადაც. იზოლაცია რას ნიშნავს? აი ზოგადად გამიმაგრეთ თქვენ. ტენდერი ქონა, გონაგადა იყო თავშესაფარში სამჯერ ქონა გამოცხადებული. და გაიმაგრეთ შედესე დებიუტმა. თქვენ იცით ეს დებიუტი რა ორგანიზაცია არის? ვისაუბრეთ და მე ისე ვისაუბრეთ. ტენდერი ის კარგად იყო მოსწორებული ძალიან კარგად შემოწმეს ეს თბილისის დაბრუნების პროცესი და მე ადამიანს ვისაუბრე, მაგრამ გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული დაახლოებით 9 მილიონი ლარი უნდა რომ თავშესაფარი აშენდეს საქართველოში. რომ მოიწოს, რომ დაგრელი მივუყანოთ, იქ მოხდეს მათი გალიაში განთავსება მოხდეს აცრა, მისი კასტრაცია მოხდეს და იყო ესეთი მეთოდი, რომ დავრდოს უკან ეს სადღაც წამოვიყვანეთ და იქ იყოს. ანუ აცრეს და სულთა ზავი, რომელიც არც აგრესიას გამოხატავს და რომ თუ ადამიანს თუკი არ იქნება. იქ ექიმები უნდა იყვნენ ამდები. აუცილებლად უნდა იყოს. როვაში ეს მანამდე უნდა მანამდე კი ბატონო აგერა გავაჩერე ბავშვენდეს და უნდა გააჩერო. მე ბავშვობი რომ ზამამე კენ ლოკალზე დამიცავ. ანუ იმიტომ რომ ჩვენ ხოცავდა უარს გამოვიდა ამ მეთოდებს. სისხლის სამართლის დაშაულზე როგორ ავარ და 259 259 მუხლი პირდაპირ დებიუტს უდგება. უდგებოდა წლების მანძილზე და ეხლა მიუდგება. როგორც კი დაიწყება მუშაობა. დასავლეთში მეთოდები უბრალოდ მუშაობა განჩერდება ეს ტენდერი. კი ბატონო პრობლემა ვერ ვიტყვი და ეხლა ხელი მოიწევს. გესო უნდა გაჩერდეს და გესო უნდა გადაშენდება რა უნდა მაშინ გითხარ. უნდა შევხვდით ამ სამთავრობო ორგანიზაციებს? კი, შევხვდით. ვის კონკრეტულად? ჩვენ არ შევხვდით, ალბათ მე არ ვიცი. ვის? მე როგორ მიიღეთ ჩვენი? კი, მე პასუხიც ადიყო, იქ მეთოდოლოგიურ ყველაფერი იქ იყო. პასუხი მე არ ვიცი. მეთოდოლოგია, ბატონო. არა, მეთოდოლოგია შეიძლება იცი, ნაბიჯი რატომ არ გამეცი? მაგია, თუ არაში და თავშესაფარი, თუ ხალხ თუ არ ქონდა, შესაფარი, გამორიცხული ეწერა, თავშესაფარი აუცილებელი არ არის. თქვენ პოპულაციური მართვა თუ გაგიგიათ საერთოდ? ამასთან დაკავშირებით შატოა დაკავშირებით ვეტერინარიის დეპარტამენტს. სათნო გიგი, მე ვიყავით ბარბარა, მოდის გიხდით. მე გითხარი. მოდის და ეს აგრესიული ლაპარაკი ავიდე. ძალიან ვიცი, მე ვისწავლე რაღაცა მზარალებში და შევისწავლე, მაგრამ არ გამოდის ეს ხანდელი. თუ არ გამოდის ესე უნდა მოკლა და არავის აუზა ვაჭერები. ტრეინინგთან საერთოდ არ გამოდის ხალის განახლება. ქალაქის მეზობლობა, ითქვა რომ ბევრი ძაღლებია ქალაქში დავქნათ. უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი. იქვე აღიზარდები მოგაკარტერია მოკლა. აბა საკმის კარგი დებიუტი ნამდვილად მოხდება პირველივე დღეს დაიდება მასალები და დებიუტს ექნება პროკურატურაში საქმე. თუ თქვენ ეს გამოსწორად ვიგაჩნიათ ქალაქის დროს. არა, ეს არ ვიგაჩნია გამოსწორად. ამ ერთი შეხედვით ძალიან დასავლეთ კონსტრუქციული მე თქვენ გითხარით რომ
შევხვდეთ კიდე დაგვიძახეთ და ჩემზე კომპეტენტურ ორგანიზაციებს გამოცდილ ადამიანებს შეგახვედრეთ რომ კონკრეტულ ვის არ ვიცი თბილისში შემოხვედრეთ თბილისის მერიამ შემოხვედრა ვიღაცა ამ სავიზიტო ბარათი არ გააჩნდათ ამ ორგანიზაციის დასახელება ეს რა რეკომენდაცია მოხსნათ რომ 9 მილიონი შოვე და მე დაგეხმარებია ქონდა იურიდიული ფორმა ქონდა რამე კვალიფიკაცია დაინტერესდით ვის ხვდებოდით და როგორ თბილისის მერიას ყავის სამსახური მათმა მომიყვანეს ის ხალხი ის ხალხი ციკლორიძე დადიან ციკლორიძე დადიან და უკონტროლებენ როგორ ხდება თბილისი როგორ დამправებენ ხალხი იქნება მოსულები ეს არის ამუკალატო ინიციატივა რომელიც შიფოსო თბილისი იმას ნიშნავს რომ ანასიებს დაყიდა განსხვავება თუმცა სადენდობო პირობებში წერია დაავადებულია აგრესიული ყოველ გაუკვირველია ვინ უნდა გააკვირდეს დაავადებულია თუ აგრესიული რა დაავადებებზეა ლაპარაკი აქ ჩვენი მიზანი ის არ არის ქუჩაში ბევრი ცხოველები იყვნენ მექანიკური გამოხშირვა 1000 ძაღლი ქალაქს უქმნის საფრთხეს 2000 მინიმუმ პოპულაციას გასვით თბილისში რამდენი ვაკეთებთ მაშინ ასე არ გამოვიდა ქალბატონო და 400-500 რომ დავთვალეთ საწოლე გაკეთებული იყო ამის ახლა ვერ მოიცემა ბატონო გიგი 40-ით რომ დაგითვალოთ თანახმა ხართ რომ 40-ით რომ 40-ით რომ დავითვალოთ ხო 40-ით დავიწყოთ რაღაცა იმიტომ რომ ოღონდ მაშინ მივმართავთ იმათ რაღაცა კვლელებს ამას აქვს თავისი მეთოდოლოგია სრულიად გარკვეული ჩვენ შეგვიძლია ვაიმე მოვიდადეთ წაიკითხეთ წაიკითხეთ ბატონო გესწრებით ძალიან წერილი არა მე ხელსაყრელო მოვიდადეთ ქართულადამი სოფიო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ბატონო აბზივა რას თავიდანვე 40000 რა უნდა გავაკეთო მანახეთ 40000 დაწყება შეიძლება ბატონო 40000 გინა 10000 დავიდა ჩვენ მოგიგვარებთ ტენდერი გაზისე იქნება სათითაოდ ვისაუბროთ მაგრამ ახალი არის ქალბატონო ერთმანეთს დააცა ეხა დავამტყრეთ მეტალურგიული ფარმა რომელმაც მოგმართა რომ ჰუმანური მეთოდებით მათ ტერიტორიაზე მოვაბაროთ ეს პრობლემა და იქ გარკვეული ხელშეკრულება გაგვიფორმეს და კითხეთ მე წლის ბოლოს რა დაუშვათ იმ ძაღლების გასტერილება მით უმეტეს რუსთავს დღეს ყავს ვეტერინარი რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია და სწავლება შეუძლია სხვა ვეტერინარებისთვის ესეთი უგუნება სხვა ქალაქებს არ აქვს რუსთავს ეს აქვს საქმე იმაშია ბატონო გიგი რომ თქვენ ახლა 40000 ლარს დახარჯავთ ამ ტენდერით იმაში რომ 2000-ით გაიზარდოს პოპულაცია რომ უფრო აგრესიული ფორმები შემოვიდნენ ქალაქში გასაგებია რომ წვიდათ მაგრამ თუ შეიძლება რომ გაწყვიტოთ ეს ხელშეკრულება დღესვე თუ შეიძლება რომ გაწყვიტოთ ეს ჩემთან არა არა იცით რა შესაძლოა არა ერთი შეიძლება ერთი რა უბრალოდ ერთი წუთი და როგორ გავიგოთ თუ არ გაიგოთ ქალბატონო სულ ერთი არა ელექტრონული თუ შეიძლება ვიტყვი შეგვეცეს ქალბატონო დაიცა მე ვარ რუსთავის მცხოვრები და მოქალაქე და არ მინდა გქონდეთ იმის ილუზია რომ მე გადასახადს ვიხდი ამ ქალაქში მის გულისას რომ თქვენ შემდგომში დააფინანსო ცხოვრების წარმოება და არადამიანური მოპოვება თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ რომ ბავშვს რო დაკარგოს ის ბავშვი ან არის დაკვირვილი ან დაიკრინება ან არ დაიკრინება მაგრამ მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე როგორც რუსთავში მცხოვრები კონკრეტულად და ხაზგასმით მინდა გითხრა რომ ჩემი პოზიცია არის უარყოფითი ამასთან დამოკიდებული ის ბავშვი შეიძლება საერთოდ არ დაიგნოს მაგრამ მე თქვენ ცოცხალ არა მე თქვენ აი აქვენ ხედავთ მე წინააღმდეგი ვარ ამის ამიტომ თუ გაქვთ რაიმე სახის საშუალება რომ გააუქმოთ და საერთოდ გადაავადოთ ეს ტენდერი გააუქმეთ აუცილებლად ვაუ შეშეკულება და მოგიტანეთ როგორ და რა შეიძლება გაკეთოთ არა ჩვენ მოგიტანეთ შეიძლება ყველანი შევხვდეთ და შევჯერდეთ იგებმა და ვარ ვაკი დაიჭირა სასინა ეს საوارი და შეიძლება გააჩერდა წავიდე დაგიდა არა თუ არა ერთი რამ აინტერესებს იცით თქვენ ხო გაქვთ თქვენი ადმინისტრაციული ხარჯები ხო ყავთ ვეტერინარი მას კონსულტაციას არ არის ხა რუსთავს ის ქალაქის აქვს მსგავსი სახის შტატი რა გაგიხდათ ერთი 350 ლარიანი თანამშრომელი მაშინ როდესაც შეიძლება სხვა
ქალაქში უნდა შეიმუშაოს თვეში ერთი ადამიანი 350 წელს ინახება რომ თქვენს მაგივრად ქექოს ინტერნეტში და უფრო ჰუმანური მეთოდები იყოს ამ ცხოველებს რატომ ქექვა ჩვენ მიპოვით და ანუ ეს არ გინდათ რატო არ ხდება რომ გამოცხადა მაინც ეს ტრენდი და დღეს აქციას ელოდებოდით რომ გაგეუქმებინათ მანამდე გეგმარებს ჰუმანური ხო და წერილი ხის მანძილზე უნდა გეპასუხოთ ყველა ორგანიზაციაზე რომელმაც გამომიგზავნა წერილი გაცილებით ადრე ვიდრე ეს საქმე რომ ეს თბილისში გრუპი იმ პირობებსაც კი არანაირად აკმაყოფილებს რაც ჯერ ეს თვითონ სატენდერო პირო არის რაღაც ამოგრედულად ჩაწერილი და ამასაც კი არ აკმაყოფილებს და აი ჩვენთვის როგორც მოქალაქეებს არა როგორც ორგანიზაციებს საწყენი არის ის რომ ქალაქის თვითმმართველობა არ ამოწმებს და ისე უხდის 40000 ლარს ბიუჯეტიდან ორგანიზაციას რომელიც აი ამ მინიმუმსაც ვერ დააკმაყოფილებს ბიუჯეტიდან საწყენი ჩვენი ჯიბიდან გადახდილი რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ხო ფაქტობრივად უკვე ერთი წელი გავიდა როცა ვიყავით მე ჩვენი ფსიქოლოგი ვეტერინარის მართლა და გითხარით დავჯდეთ, დაგვიძახეთ და ჩემზე კომპეტენტურ ადამიანებს და ორგანიზაციებს შეგახვედეთ. ეხლაც გიმეორებთ ამას. დღესვე დავნიშნოთ შემდეგი შეხვედრა და ერთად მოვილაპარაკოთ რა თანხის გაღებაში. მაშინაც ესე გკითხეთ თქვენ. ამ საქმისთვის რა თანხის გაღება შეუძლია ქალაქს. მე სამითვალეთო. რაზე აქ დაკვლას რო გითხათ 2 მილიონი ხო ვერ გადაიხდის არა? 40-ად შესანიშნავად კარგად მოგვარდებათ ქალაქს იქიდან დააწყო. და პირველში აი შემდეგ შეხვედრა დააგეგმოთ და ყველაფერს დათვლილებით ისე და დაწერილად უკვე გააქვთ ხო? სამი ორგანიზაციის დამფუძნებლები და ისინი შევძელით რომ არ ალბათ 80 ლეკვი ყავს ქალაქიდან გაყვანი 4 ადამიანს გავაჩუქეთ და გასტერილეს მათ გავასტერილეთ დედლები მიკედლებულები სახში მყავს ამ წუთში 4 ისა ძაღლი იმიტომ არის ანუ ჩვენ თუ ამაში საზოგადოებას ჩავთავთ და იმ მიკედლებას ეცოდინება რომ თან რო ყვება იმ ცხოველს არავინ არ მოუყავს რომელიც აგრესიული კი არ არის უბრალოდ მეზობელს არ უყვარს თორე აგრესიული არ არის ვაქცინირებულიც არის არც აგრესიული მოიცათ შეიძლება ზოოფილს ვკითხოთ ცხოველზე რამე აზრი ხომა შეიძლება ისე არ შეიძლება მოძულეს ვკითხოთ აზრი იმიტომ რომ ამ ცხოველებს მინიჭებული უფლებები აქვს რომელსაც პატივი უნდა ქცევთ ხო? ამიტომ საზოგადოების ჩართულება ამაში აუცილებლად ტელევიზიაში ჩართოთ ამ კი, არქივობრივ ტელევიზიაში ვიშვამდგომლებს ჩვენ ინფორმაციას მიმართოთ ადამიანებს. არსებობს ესეთი ინსტიტუტი, ამხანაგობები, ხო? ბატონ კობასან ვიშვამდგომლებს ლომიძეს და რომ შემახვედროს თავმჯდომარეებს და არ დამეზარება რამდენი მოწვევასაც გააკეთეთ თავმჯდომარეობის მეშვეობით მოსახლეობას მივაწოდოთ ისა, რას ნიშნავს ცხოველის დაცვა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ჩვენგანს უნდა რომ ქუჩაში იყოს ბევრი უპატრონო ცხოველი. პირიქით, ჩვენ გვინდა რომ არ იყოს და მექანიკური გამოხშირით ამრავლებთ პოპულაციას. სხვადასხვა კიდევ კერძო სტრუქტურის ჩართვაც მე მგონი გაქვთ, და ჩართვა ამ პროგრამაში მოგესალმებით აზოტის ქარხანა და მეტალური ქარხანას დიდი ტერიტორია უკავია რუსთავში. მათ დაახლოებით 40000-ზე მეტი ძაღლი დარბის მაგ ტერიტორიაზე. ჩვენ აი ახლა ძალიან აზოტის ქარხნიდან შედა მოსულები და ძალიან მოგაც ვერ კითხვია და მოგაბერტები და მეტალურგიაზე 60 და როჩაი ისე დაინტერესებული არის რომ ჰუმანურად მოხდეს გაწყვეტილების გაყვანა და არა მოკვდინება რომ აი ჩავხოდეს ქარხნით და რაღაცა დაგხვარებია სტერილიზაცია აქედან იქ წაყვანა არაფერ არ შეიძლება აი აქ წაიყვანე იქ გაუჩინე ვიღაცას პრობლემა ხო დავიწყოთ იქიდან რომ რა კანონი გაგაჩნიათ თქვენ დღეს თქვენ საკრებულოს არ გაჩნიათ მაგის გითხარ ჩვენ მივაღებინეთ ეს კანონი მინიმალური ოღონდ მივაღებინეთ რაღაცნაირად რომ ეს არ იყოს ვერმურობის დონეზე ეს აუცილებლად საკანონმდებლო ბაზას მე რა თქმა უნდა მერია
რაღაცნაირად იმაში საკრებულოს მივიღოთ ყველა ერთად უნდა რაღაცა ძალიან კონკრეტული მარგალ ყველაზე მთავარი და უმთავრესი მიიღოს ქალაქის საკრებულო და თან გაგვიადურდება იცით რა არის გასაგებია რომ ბიუჯეტს ფული არ აქვს ვერ დამაინტერესებს ვერც უცხოურ ორგანიზაციას რომ დაგვაფინანსოს იმიტომ რომ გვეტყვის კანონი არ იცავს მე დავეხმარები ის მოკლავს ვერ დავემლოდებით საკანონმდებლოს ხო ეს ძალიან შორს მიმავალი გეგმა ქალაქს შეუძლია შეიმუშაოს მართლაც და შესაბამისად აი ამ ქალაქის პრობლემა არასამთავრობოებთან ერთად რა თქმა უნდა აუცილებლად და კიდევ არალოგიკური არის ძალიან, როდესაც იძახი თუ არ მაქვს ფული, როდესაც მაღაზიაში მიდიხარ და არ გაქვს ფიზიკალური სამჯერი ფული, ამის ნაცვლად პოლიეთილენის პარკს არქიტექტურობ და იმითი თავს არეკლა, ხო? არა გაქვს თქვათ იმის ასაშენებელი ფული, რომ მოეწყოს სპეციალური ინფრასტრუქტურა ამისათვის. რაც გადაჭია ის მაინც დახარჯე ჰუმანურად. და ეს არის ხალხის დაკვეთა. ხო ხდები თუ არალოგიკური არის იმისი თქმა და არგუმენტი იმის წამოყენება, რომ მე არ მაქვს ფული, რომ ევროსტანდარტების შესაბამისად გავხსნა, ამიტომ მოდი თოფია გამოსავალი. ეს ჩვენი დაკვეთა არ არის. თავშესაფარი არ არის გამოსავალი, ჩემ წერილს თუ წაიკითხავ, გამოსავალი არ არის თავშესაფარის წინააღმდეგია სოფლიო ცხოველთა დაცვის საზოგადოება. იმიტომ რომ ჩვენ იმაში ჩვენ მდგომარეობაში თავშესაფარი იქნება სასაკლაო. და ეს იცის ყველა ძალიან კარგად ხვდებიან ყველა გამეთარგმნი ქვეყანაში ერთი და იგივე. თბილისის მაგალითი, როდესაც სასაკლაო იყანე ცხოველი გაასწრებინე გააჩუქნე ან გააძინე. ქართულ სინამდვილეში რომელი ჯუჯის ძაღლი გაჩუქდება. ესე იგი ამ გასწერებაზე რაღაც ხარჯობ ფულს. პირდაპირ აძინებ ისევ სასაკლაო. ხო. ხო? ოფიციალური სასაკლაო. აი მე დამოგიამ რომ მოგმართა, ხო? თვითონ დაამზადეს ვოლიერები. სადაც ამ გაასტერილებულ ცხოველებს ორი კვირით ვათავსებთ. რამდენიმე ვოლიერი თვითონვე მოამზადეთ. გვიჭირს ჰუმანური მეთოდებით, რამე ჩვენი ხელებით ავაშენებთ. ჩემი ორგანიზაციის ორ კინკილაკის მეორის ვოლიერი გაუკეთებია. თავარი არის მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან. რუსთავი ჯიზი 1000 სისულელებს რა. 1000 სისულელი და ელემენტარულად იქ ასევე აი მაგალითად რუსთავის ყალყანალი არის კერძო კომპანია, ხო? მათი საკონტაქტო ინფორმაცია გიდევ და კონკრეტული პორტფოლიო. არ შეიძლება რომ რომელიმე ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცияსაც დადო და მათ მხარი დაუჭირო და გვერდში დავსდე. არა, დებს, ნამდვილად დებს ახლა. რაც ახლა არც ერთ ადგილობრივი ხელისუფლების ვებგვერდზე არ დებს ეგეთი რაღაცები, რაც თქვენ ასეთ. ამიტომ არსებობს ასეთი გზა, რომ დაუდგეთ გვერდში და თქვენს რაღაც ინფორმაცია მოაყენოთ. ყოველთვის ამბობთ, რომ არის რომ მოსახლეობა რეკავს, ხო? გასაგებია ხა დედას ეშინია თავისი შვილის გამო, მაგრამ მე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვებით ეხლა. რუსთავში მეშვიდე მიკრორაიონში 23 კორპუსის წინ არის ტრიალი მინდორი. სადაც იყო შემოღობილი რკინით ვიღაცისგან მიტოვებული ტერიტორია, რომელიც არ ეკუთვნის მოსახლეობას და მერის ბალანსს. სამი საცოდავი ლეტვი მოვათავსეთ დროებით. იმიტომ რომ გაგვეჩუქებდნენ შემდეგ კვირას წაგვეყავნა გაჩუქების აქციაზე. იცით როგორ გაგულანძღა მოსახლეობა, რომ პატრული გამოვიძახე. და თურმე ეს ლეკვები არიან საშიში. კარგი ეს ლეკვები არიან საშიში. სად ვიპოვეთ მეორე დილას ლეკვები? იქიდან მოიპარეს და ფალიაშვილზე პარკში დასვეს და იმ ბავშვებისთვის არ იყო საშიში. ასეთი მორალის ადამიანების აზრის გათვალისწინება ამ საქმეში მე სწორად არ მიმაჩნია. მოსახლეობისთვის არავის არ უკითხავს მწვანე რო ინთება რომ უნდა წავიდეს და წითელი რო ინთება არის რაღაცა წესი სოფლიოში მიღებული და სახელმწიფოს მიერ აღებული კურსი თუ სახელმწიფო იღებს ამ კურსს მაშინ უნდა თლიანად დაიცვას ის კურსი თუ არ იღებთ მაშინ გვეწოდინება რომ არ იღებთ ხო და მიდიხართ კვლელობაზე რომელიც მადლობა ღმერთს არსებობს იმაში სიცხის ამართლის საქმეში ხო და არახუმანურად აი რაღაცნაირად არჩევანის წინაშე დღეს რუსთავი იღებს ნორმალურ ცივილიზებულ გზას თუ იღებს იმ გზას რომელსაც შეეწინააღმდეგება სულ უფრო გაძლიერებული მოძრაობა და მათ შორის ეს მსოფლიოში არის ძლიერი რუსთავზე არ ვამბობ და საქართველოს რაღაცა არც ისეთი სუსტავროშევთი თბილისის ორგანიზაცია ისეთი სუჟურნალისტები არასამთავრობო თქვენ რო შევთით ხო იცით რა იმათი მოლაპარაკებელი გააგრძელებთ მასთან არა მაგალითად ერთადერთი მითხრა თუ არ აშენე თავშესაფარი არ შეგვიძლია არა ხო აი და ელენა მოდესმია ფული რატო გამოხაშენა არ დაინტერესდა სად უნდა წაიყვანონ ეს სახლები თავშესაფარი